თუ იწვევს მსგავსი ტიპის დამოკიდებულება აუტიზმის განვითარებას. ძებადია პერსპექტივაში მივდებთ იმას, რომ ბავშვი იწვევს პრიმაჩობას. ბავშვმა არ იცის, რა უნდა გავაკეთოს მაშინ, როცა მარტოა თავსდებდა. ის არახებს, რომ სადაც არის ზღვარი, რომ მას არ ადგინოს. მოგესალმებით, ეს არის დედების პოდკასტი, უკვე მეხუთე გადაცემა. დღევანდელი თემა ვფიქრობ ყოველთვის ძალიან საინტერესო, ყოველთვის ძალიან ნაცნობი თემა არის, ეს არის გაჯეტებზე დამოკიდებულება და ვისაუბრეთ ძირითადად ამ თემის გარშემო. ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც ბავშვი მაგალითად გაჯეტის გარეშე, ეკრანის გარეშე არც საჭმელს არ ჭამს, პირობითად არც ეზოში ჩასვლა არ უნდა, ურჩევნია მობილურ ტელეფონთან ან პლანშეტთან ნებისმიერი გაჯეტთან ნიშნეს და მხოლოდ მისი კონცენტრაცია, მისი ყურადღება ამ მიმართულებით არის მიმართული. დღევანდელ გადაცემას მივუძღვეთ ძირითადად ამ მიმართულებით ვისაუბრეთ ამ პრობლემებზე, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა, როგორ შევაჩვევთ ბავშვი რომ არ იყვნენ გაჯეტებზე ესეთ დამოკიდებულები. დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი ნატო ბაქრაძე. მოგესალმები. კიდევ ერთხელ გეტყვით რომ გაჯეტების გარშემო გვინდა ვისაუბროთ დღეს. საკმაოდ პრობლემატური საკითხი არის დღევანდელობაში ეს გაჯეტებზე დამოკიდებულება. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სპონსორი არის ამენტი, ბავშვთა ძუნწუთი კვების smart ტექნოლოგიების ნომერ პირველი ბრენდი. გაჯეტების გარშემო მინდა რომ ვისაუბროთ და ჩვენი ესე ვთქვათ პირველი კითხვა არის აი ბავშვის გაჯეტზე დამოკიდებულება. მაგრამ აი როდის გადადის რეალურად ეს მწყინარი თამაშია თუ გართობა უკვე დამოკიდებულებაში. მნიშვნელოვანია ეს კითხვა, იქიდან გამომდინარე, რომ სახლში სადაც ბავშვები არიან, ყოველთვის ძალიან თვალსაჩინოა, როდის ხდება ეს დამოკიდებულება, ხო? პირველი რაც ყველაზე ძაფრად არიფება ხოლმე არის ქცევლის სირთულეები ბავშვებთან, რაც ვინდება ოჯახურ გარემოში, შეიძლება გამოვიდეს ბაღში, შეიძლება გამოვიდეს სასკოლო სისტემაში, ასევე სირთულეები მოდის ურთიერთობების ნაწილში, იკარგება ინტერესი, სამყაროსადმი ინტერესის ობიექტი ხდება მხოლოდ ეკრანი, რაღაცნაირად გაურბის ბავშვი ასევე რთულ ემოციებს გაჯეტთან, ყოველთვის იქ რჩება, ცდილობს რომ იქ ყოფნდეს დიდხანს და ყველაზე ერთ-ერთი მტკივნეული მომენტი არის ის, რომ რთული ხდება ბავშვის ესე ვთქვათ გამოცვლა გაჯეტიდან. ამცირებად პროტესტებს ძალიან ძაფრი აქვს ხოლმე მზე რეაქცია და ნუ შემდება. აი ნატო გითხრა როგორ მოქმედებს ბავშვის ტვინზე მსგავსი ტიპის დამოკიდებულება. გავლენას თავისთავად ახდენს. აქ მნიშვნელოვანი არის როდის და რა ასაკში შეგობს ბავშვთან ჩვენ ეკრანი. იმიტომ რომ რაც მეტად ადრეულ ასაკში შევა გაჯეტი და ეკრანი ბავშვის რეალობაში, მით მეტად ადრეული სირთულეებში შეიძლება აქ წარმოგიდეს, ხო? ყველაზე ესეთი აქტუალური და აქტიური ესე ვთქვათ შემთხვევები რომ გავიხსენო, პირველი კავშირი გაჯდეთთან ბავშვს აქვს მაგალითად ჩვილობის ასაკში, როდესაც დამატებითი კვება შემოდის მის ცხოვრებაში, რასაც ბოლომდე ჯერ კონტაქტი ჩამოყალიბებული არ აქვს, უცხო ტექსტურაა და იმისათვის რომ მშობელმა უხეშად რომ ვთქვათ საფე გაიმართებოს ან მისი რთული რუტინიდან გამომდინარე უცებ მოათავს კვების პროცესი, სვამს ეკრანის წინ, სადაც ფაქტობრივად გათიშულია ბავშვის მთელი ეს ფსიქიკური პროცესები და ავტომატურ რეჟიმში იღებს ის საკვებს, ხო? ეს ირველივე ძალიან არასწორი ნაბიჯია იმ მხრივ, რომ კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ბავშვის მთელ განვითარების ციკლში, რითაც ის გარემოს უკავშირდება და რითაც ის გრძნობს პირველ რიგში იმას, რომ გარემო მოსეზონავს. და როდესაც კვებას ჩვენ აი ესეთი მეორეხარისხოვან მოქმედებას გადავიტანთ, თავისთავად ბავშვს ვაკარგებთ კონტაქტს ამ მნიშვნელოვან პროცესთან, იმიტომ რომ აქ ბევრი სენსორული ახსნის ნაწილია ჩართული, ხო, საბაგუდა დაინახოს მისი სუნი, იხსნას მისი ტექსტურა, თითებით შეეხოს მოსინჯებს, რაც არ მოეწონება ის გადმოანერწყოს მომერიდან, მაგრამ ეს მისი მთელი პროცესია, რომელიც უნდა გაიაროს იმისთვის, რომ მასში დაილექოს და შევიდეს ინფორმაცია შესაძლოა პრემოსოლს, რა მოსოლს და როგორ ამყარებს კონტაქტს, როგორ პროცესშია თვითონ
ანუ გამოდის, რომ ჩვენ ბავშვის გონებას ვთიშავთ ამ მომენტში, ანუ სწორად გავიგე ალბათ ბენზობრიდან, რომ ანუ კვების მომენტში თუ პირობითად გავს რაღაცას აკეთებს მშობელი, გამოდის, რომ ბავშვი ვერ გებულობს რა ეტაპზე გადავიდა და რას ჭამს, ან თუნდაც რას სვამს. აბსოლუტურად ავტომატურ რეჟიმში მისი ნებელობითი ყურადღება აბსოლუტურად ორიენტირებულია ეკრანზე, სადაც ძალიან სწრაფი მიმოცვარი ბუნებრივ გარემოსთან შეფარდებით აქტივობების, ხდების, ფერების, ანუ მთლიანად მოიცავს ბავშვის აღქმას ეკრანი და დანარჩენი პროცესი, რომელიც ძალიან და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, გადადის ფონში სრულიად და სწორედ აქ შეიძლება მე ის პროცესები წამდეს, რომ ბავშვი ვერ იგებს როდის დანაყრდა, რამდენი ულუფა მისთვის საკმარისი და ბევრი სირთულე შეიძლება ამასთან ახლდეს გარდა ეკრან დამოკიდებულების. იცით რა გითხარით, როგორ ეტაპობრივად შეიძლება რაღაც მომენტში სამ თვემდე დედამ საერთოდ არ მისცეს ბავშვს მობილური ტელეფონი, ან თუნდაც ნებისმიერი გაჯეტი არ აღნიშნო, ან ასაკობრივად 1 წლამდე არ მისცეს 2 წლამდე, მაგრამ ყველა ასაკობრივად ერთნაირი შედეგი აქვს ამას, თუ შეიძლება ასაკთან მეტი, ასაკის მეტებასთან ერთად სხვადასხვა შედეგი მივიღოთ, ან რამე გამოხატული სიმპტომი თუ აქვს შემდეგ ამ ყველაფერს. ნახეთ რა ვიდეო ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანი არის საწყისი ასაკი, როდის შეგვექვს ჩვენის მის ცხოვრებაში, ხო? თუ კი 0-დან 3 წლის ასაკის განმავლობაში ჩვენ ბავშვს გაჯეთთან თუნდაც ძალიან ცოტა დროს განვატარებინებთ, ეს არის და წინაპირობა ისა, რომ მას გაუჩნდეს მოთხოვნილება მეტი დოზით იყოს ის მის ცხოვრებაში. მარტივად რო ავხსნა, ნახეთ რა არის, რატო ჩნდება გაჯეთისადმი ესეთი ძალიან კაფიო ჯაჭვულობა, ხო? გაჯეტზე და ეკრანზე მოცემული გამოსახულება დიდ კონტრასტში მოდის ბუნებრივ გარემოსთან. ფერებით, ტემპით, ხმით და მაშინ, როდესაც ბავშვის აღქმის მოდელობები ჯერ კიდევ ძალიან მედრია და ჩვენ აი ესეთ ინტენსიურ გამაღიზიანებელს ვაწვდით მას, ბუნებრივია რომ მისი აღქმის მოდელობების სენსორები ეჩვევა ასეთ დიდი ინტენსივობის შინაარს და რეალური სამყარო, სადაც განსხვავებული ტემპია, განსხვავებული ფერია, განსხვავებული პროცესებია, საერთოდ კავკავს ინტერესს, აღარ არის ეს მისთვის საკმარისი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც უფრო გვიან შევიტანთ ბავშვთან გაჯეთს, მით უფრო უკეთესია. მე ძალიან სუბიექტურად ვთვლი იმას, რომ 12 წლამდე კარგი იქნება თუ ბავშვთან საერთოდ არ გვექნება ეკრანი, იმიტომ რომ უამრავი აქტივობა არის, რაც ბავშვი შეიძლება დავაკავოთ, მაგრამ ეს ვერ ხერხდება ჩვენს რეალობაში, ხო? თუმცა აი კატეგორიულად შემიძლია თქვა ის, რომ 0-დან 4 წლამდე საერთოდ ბავშვის აღქმაში ეკრანი არ უნდა ჩანდეს. იმიტომ რომ პირდაპირ სირთულე რაც ეხა გვექეიცებთან, სადაც შეხება ამ სადაც ვიმუშაობ, ვლინდება მეკოლების სირთულეები, ყურადღების კონცენტრაციის სირთულე, ქცევითი სირთულე, ემოციური რეგულაციის სირთულე, პირდაპირ მაშინ მოდის ამას, ხო? მომდევნო ასაკში, სადაც უკვე ემოციური რეგულაციის ნაწილი შემოდის, სოციალური ურთიერთობების ნაწილი შემოდის, უკვე სასწავლო ასაკი, მოზარდობის ასაკი, ხო? აქაც უკვე იმდენად დიდი წილია გაჯეთის, რომ ბავშვებს უკვე დაკარგული აქვს ხოლმე ინტერესი გარემოსადმი და ცოტა არ იყოს დაგვიანებული ჩანება იმ ნაწილში, რომ ეხლა რა ვქნათ. დაგვიანებულს გულისხმობთ, მაგრამ უფრო რკინეულია, უფრო რთული პროცესი გვაქვს იქ გასავლელი, იმიტომ რომ როგორც წესი, აქ შემოდის უკვე ოჯახური სისტემის პასუხისმგებლობის ნაწილი, რატომ გასდა გაჯეთი ესეთი მნიშვნელოვანი ამ სისტემაში, რატომ გაიქცა ბავშვი ეკრანთან და რატომ მორჩენია ოჯახურ სისტემასთან კონტაქტს, მშობლებთან კონტაქტს, მეგობრებთან კონტაქტს, მაგალითად იყოს ეკრანთან თავისთვის. ანუ შეიძლება რაღაცა ფსიქოლოგიური მომენტიც იყოს უკვე ამ ხშირი გაჯეტების მოხმარებიდან გამომდინარე. კი ბატონო, ეს ერთგვარად იგრძნობს, ნახეთ, მაშინ, როდესაც ოჯახურ სისტემაში ბავშვი თავს არ ხრწნობს ოჯახის მნიშვნელოვან წევრად, სადაც მას არ აქვს ემოციური კავშირი ოჯახთან, მშობლებთან, სადაც არ ხდება მისი ემოციების გაზიანება, მისით დაინტერესება, სადაც ის უსაფრთხოებას არ გრძნობს, ბუნებრივია ის ეძებს ალტერნატივას და ყველაზე მკაფიო და ხელმისაწვდომი ალტერნატივა არის სოციალური სივრცე, გაჯეთით იქნება ეს მიწოდებული თომ ეკრანის თუ სხვა სივრცით. ბოლომდე შეუძლია მას ამოვსოს მისი მოთხოვნილება. აი ნატო, რო გითხრა, თუ ავლენს ზეგავლენას გაჯეტებზე დამოკიდებულება, მიხსირებაზე და ძილზე.
აუცილებლად, იმიტომ რომ როგორც აღარ თქვი, ისევ და ისევ იქიდან რომ ეკრანზე მიწოდებული შინაარსი ძალიან სწრაფია, ძალიან განსვლაშია რეალურ გარემოსთან, როგორც არ აქვს რომ მიწოდებული ინფორმაცია გადაამუშავოს, ანუ ანალიზი გააკეთოს, კითხვა-დასვას, ასიმილაცია გააკეთოს და შემდეგ ახალი ნეირონული ქსელები წარმოიქმნას. ასე თქვათ, რაღაცნაირი მკვდარი ინფორმაცია შედის ბავშვთან, რომელიც საგებელს, ესე რომ ავიღოთ მოგულა ხელობას არ იძლევა, გარდა იმისა, რომ გაქცევის ძალიან კარგი საშუალება ხდება, ამას უხდებს არიდების და ძალიან რთულია ხოლმე მე ამისი ჩარესრება, იმიტომ რომ მაგალითად რაც არ ყოფილა ბავშვობაში, როცა ბავშვი ბავშვობაში არ ყოფილა მშობლების მხრიდან ემოციურად დანახული, როცა დგება მოზარდობა, მაშინ როდესაც ისედაც იკრებს მოზარდის თვალში ავტორიტეტის ნაწილში მშობლის როლი, ბუნებრივად კიდევ უფრო დიდი დოზით შემოდის ეკრანთან და სოციალურ ქსელთან ისი კონტაქტი და ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელი ძალიან ყურადღებით იყოს. აი თქვენი აზრი მაინტერესებს, რატომ იმართავს მშობელი, აი თუნდაც აი ამ ესე ვთქვათ დამამშვიდებელ, დამაწყნარებელ მითომას ეკრანს რო აჩვევს რა, ალბათ სიტყვასთან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რატომ იმართავს ამ მოგიწევს? ალბათ ამას კონკრეტულად მშობლები უკეთებენ, თუმცა ჩემი დაკვირვებით გამომდინარე ჩვენი რეალობის ძალიან დაჩქარებული ტემპით, ბევრი პასუხისმგებლობებით, ხო? რაღაცნაირად იმის გამო, რომ შეიძლება უბრალოდ დასვენების დრო არ ქონდეს და უბრალოდ არ შეეძლოს ბავშვის ხმაურობის გაძლიერება, შეიძლება ესეც იყოს უმცირესე იმისა, რომ პროდუქცია ცოტა ხნით ეკრანზე დამასვენე. ეს რა არის, რომ იმდენად მშობელი თვითონ ემოციურად შეიძლება გადავლილი და გადამწვარი იყოს, რომ თვითონ არ აქვს რესურსი ბავშვის ბუნებრივ მოცულობასთან იყოს, იმიტომ რომ ბავშვი არის სათვის და მისი ფსიქოფიზიოლოგია, მისი წყობა მოიცავს იმას, რომ რამდენი მოძრაობის ხმაუროს საყვარელი შეიცვლოს და თუ მშობელი არ არის მზად ამასთან გაჩერდეს, ან არ აქვს რესურსი ამასთან იყოს, ხო, ეკრანი ყოველთვის ძალიან ხელმისაწვდომი საშუალება არის მარტივ საშუალში, ხო, იგივე კვების ნაწილი რაც ვახსენეთ, ამით იგივე ხშირად არის ხოლმე, როცა ბავშვს რაღაცა ქცევის სირთულე, მაშინ ეწოდიან ხოლმე ტელეფონს და ეს პირდაპირ მასშია იმასთან, რომ იგივე ქცევა მომავალში მან უფრო მძაფრი და უფრო ძლიერი ინტენსივობით გამოვლინოს, იმიტომ რომ მან მიიღოს ეკრანი. და მთელი წება მერე ფსიქოლოგიური სირთულეების და ქცევის სირთულეების სწორედ უკავშირდება აი ამ ტიპის უნებურად განმტკიცებულ ქცევებს. თუ აქვს ამ ყველაფერს მეორე დადებითი მხარე, თუ არსებობს პირობითად ეს ჯანსაღი ექრანი, თუ ახსენეთ. აი მეორე მხრიდან რომ შევხედოთ ამ ყველაფერს. კი ბატონო, იცით რა არის, ზოგადად ეკრანი და გაჯეტი ძალიან კარგი გამოგონება არის, ხო, რა თქმა უნდა, აღადადებითი მხარე, ოღონდ იმ შემთხვევაში მხოლოდ როცა ამას ბავშვის ცხოვრებაში აქ მკაფიოდ გამოკვეთილი ჩარჩო. შემიძლია თქვათ შინაარსი ავარჩიოთ რა ტიპის შინაარსი უყურებს ბავშვებს, შეიძლება განმარტებები რაღაც აქტივობები შევთავაზოთ, რითაც პატარ-პატარ მანიპულირებებს გააკეთებს ბავშვი და რაღაც კონკრეტულ უნარზე მიმართული სავარჯიშოები ისე იქნება ინფორმაციის მოძიების ნაწილში, იგივე ამცი თუ საზღვარგარეთ არის ოჯახის წევრი მასთან საკომუნიკაციო ნაწილში. რა თქმა უნდა, მას აქვს მნიშვნელობა იგივე მეგობრებთან ურთიერთობის ნაწილში, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს ხო, თან დღევანდელ პირობებში დღევანდელ ცხოვრებას ძალიან რთული არის, ამ ყველაფერი ტექნოლოგიებზეა თვითონ გამოკიდებული და ეს მარტივად ვერ ახერხებ შენს როგორც მშობელი რაღაცნაირად თავი არიდო ამ ყველაფერს. არც უნდა ავარიდოთ თავი, იმიტომ რომ ტელეფონები და ნებისმიერი ტიპის ეკრანი არის ჩვენი ყოველდღიური ნაწილი. მაშინ უბრალოდ აქ მნიშვნელოვანი არის მშობელი აცნობიერებდეს, როდის და რა ფუნქციით შეაქვს მას ეკრანი ბავშვის ცხოვრებაში. თუ ეს არის განრიდების, ან გადართვის, ან ქცევის ჩახშობის, ან ემოციური ჩახშობის მექანიზმი, აქ ჩვენ პირდაპირ გადასტურებთ იმას, რომ მე არ მაქვს შენი რესურსი და გამერიდე. რაც ბავშვის ფსიქოემოციური ფორმირებისთვის არ არის ჯანსაღი. ზუსტად ეს არის პრობლემა ძალიან რთული, რომ მთლიანად დაშენდებიან ხოლმე ბავშვები აი ამ რაღაც ვიზუალურ და ისე ვთქვათ სოციალურ თითქმის არ არსებულ სივრცეზე და სრულიად წყვეტენ კონტაქტს მშობლებთან და მერე ის ბავშვი გამოდის ხოლმე თითქოს დავრეშავი, ის გამოც შეისრულდა ამ ეკრანი ხოლმე. ამიტომ გვჭირდება განსაზღვროთ უფროსებმა მოტივი, როდის შემაქ და როცა შემაქ
იმ ასაკში მაინც შევიტანო, როცა მე მასთან მოლაპარაკების საშუალება მეკრება და ავუსნი რა ჩარჩოთი შეუძლია მასალის გამოყენება. თავი იქვე უნდა მივაყოლო მე ტელეფონის მოხმარების ინსტრუქცია, ესე რომ ვთქვათ, როდის, როგორ და აქ უნდა ვიყო მე როგორც მშობელი თავმდებრული და ბავშვიც აუცილებლად ამაში უნდა ვამყოფო. იმიტომ რომ თუ მე მას მხოლოდ რაღაცნაირად შენიშვნის კონტექსტში დავეკონტაქტები, როცა ამ ტელეფონი ექნება და ყველაფერს ტელეფონს დავადრალებ მე ხო, აი არ მეცადინეო, იმიტომ ეს არასდროს არ იმუშაოს, ეს ამძაფრებს პირიქით, იმიტომ რომ ნახეთ მშობელი თუ მუდმივად საყვედურის როლით არის ბავშვთან, უბრალოდ საყვედურის შინაარსის ფაზებით არის ბავშვთან, ხო? ბავშვს ბუნებრივად გაუჩნდება მასთან განცდა, რომ დედასთან და მამასთან უსაფრთხოდ არ არის და სადღაც სხვა ალტერნატივა უნდა მოწერიოს და ეს არის იქ, სადაც ყველაზე კომფორტულად გვიწევენ თავს, ხო, ეკრანის ფორმით. ხშირად არის ხოლმე, როდესაც მოგობენ იცით, აი ყველა ასე აკეთებს მარტო ჩუმსას რატო? აი არის ხოლმე ესეთი ფრაზები, აი ამ შემთხვევაში რას ურჩევთ ასეთ დედებს? ვერ არ ვარ მოხრე ისა, რომ კონკრეტული ბავშვები მოიხსენიებ ამ ბავშვი, რომ სრულიად შეზღუდული ხოდეთ თვითონა ეკრანთან. ეს არ არის ლოგიკური, ხო? იმიტომ რომ ჯერ ერთი იმიტომ რომ ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სოციალიზაციის დღეს სკოლაში, განსაკუთრებით სასკოლაზე ის ბავშვებისთვის. სრული აკრძალვა ამის გამოსავალი არ არის. ეს უნდა იყოს, იმიტომ რომ თანაფასელებსა, იმიტომ რომ დანარჩენ ფაკნასები შეიძლება ქონდეთ და ბოშბულებრივი პროტესტი გაუჩინება თუ იმას არ გირცენთ. ოდათ თან განმარტებასაც არ მივაყოლოთ დიფერენტუალ აპსნას ტელეფონი, ხო? უნდა ქონდეს, ოღონდ ზუსტად ამას ვამბობ, რომ უნდა იცოდეს მან საზღვრები და უნდა იცოდეს ჩარჩო, როდის, როგორ ექნება და ამას მე განმარტებობ და მივაყოლო რის გამო. ჩვენ რაღაცნაირად მოლოდინი გვაქვს ხოლმე, რომ აი ბავშვს ერთხელ რაღაცას ვეთქვით, ეს უნდა გავყვეს მუდმივად. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია მშობლებს ახსოვდეთ, რომ სანამ ბავშვად ჩვენს რეალობაში არის, მასთან მუდმივი კომუნიკაცია და დიალოგი ესაჭიროა. შეიძლება კი ეს ჩარჩო ერთხელ შევიქნო, მაგრამ ამაზე საუბარი და ამის გადახდილა შეხსენება ყოველ ჯერზე და მასთან ურთიერთობის ყოველ ეტაპზე იყოს საჭირო. თუ არის ესე, განსაზღვრული დრო შეუძლია ბავშვს რომ ანუ იქნდეს გაჯეთ. Rachtreed ასაკთან მიმართებით 0-დან 20 წლამდე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ბავშვს საერთოდ დაქონდეს უდავმა ეკრანთან. არანაირი, იმიტომ რომ ამასაკი ძალიან ბევრი სხვა ტიპის საჭიროება და აქტივობა, რომლითაც ბავშვის რესურსი და ბავშვის განვითარების ინტენსივობა უნდა დავიყავთ. იმისათვის, რომ ის განვითარდეს ტიპურად, ხო? მომდევნო ასაკში შეგვიძლია, არ ვიცი, დღეში 20 წუთი მეტია. და რაც მეტად იზრდება, უკვე იქ ბავშვთან უნდა განიხილოთ ეს განსაკუთრებით კიდე მოზარდის ცხოვრებაში. სამწუხაროდ 20 წუთი ძალიან ისეთი დრო არის დღევანდელობაში, რაც არავის არ გააკმაყოფილებს ჩემი აზრით, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, რადგან პროფესიონალები ამას გვირჩევენ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. აქაც შეგვიძლია დიალოგი, აქაც შეგვიძლია ლინიურ სკოლას რომ მიყოლებით დაწყებითი კლასის ბავშვი, მაგალითად 2-3 თუ და 1 საათი პარკში შევაპირებ. 2-3 მიყოლებით არ არის ეკოლოგიური იყოს, იმიტომ რომ ანუ სრულიად უძრავ მდგომარეობაში ბავშვი ეს არის ძალიან არასწორი. მაშინ როდესაც ბავშვი უნდა მოძრაობდეს, იმიტომ რომ მისი კულტურის სისტემა სახსრები, მისი აღქმა, კოგნიტიური პროცესები მოითხოვს იმას, რომ მან მოძრაოს და შეისწავლოს საყაროდ. ჩვენი ცხოვრიდან გავიგე, რომ 4 წლამდე სასურველი არ არის. ბავშვმა ესე ვთქვათ, გაჯეთთან ძალიან დიდი ხანია და საერთოდ რო გაატაროს, მაგრამ მინ კიდევ დღევანდელობის მაგალითზე მინდა ვისაუბრო, რომ არის ჩვენთან ძალიან ხშირი შემთხვევები, როდესაც აი ბავშვი იმდენად არის გაჯეტებზე დამოკიდებული, რომ თუნდაც ეზოში რომ ისი მეგობრები თამაშობენ, იმათთან ჩასვლა არ სურს. ურჩევნია იმ გაჯეტთან იყოს, თუნდაც თქვენი დღე გაატაროს და იმ გაჯეტებს აემოშორდეს. ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს მშობელმა, როგორ ჩაერიოს, რა მიმართულებით წავიდეს, რომ პირობითად ის კი არა რომ მთელი დღე გაჯეთთან იჯდეს, არამედ მისი მეგობრებთან ერთად ეზოში ჩავიდეს ბურთი ითამაშოს პირობითად. ნუ რაღაცა ისეთ ეზოს თამაშები ითამაშოს. ხო, მათ მნიშვნელოვანი არის ეხეთ მოტივი, ბავშვის მოტივი, რატომ არის ის
დღეს ამ მდგომარეობაში, ხო? რატომ მიზეზი უნდა ვიგვიოთ ჯერ აი მოდი თქვას ესეთი რაღაცა რა, რომ აი დედის ის რაღაცა ზღვარი გაწყდა სადღაც. რა ზღვარიც იყო, სადაც ანუ პირობითად გაჯეტისთვის დრო უნდა დაეწესებინა, უნდა აეკრძალა, მაგრამ ის მომენტი სადღაც გაიქცა დედას ესე ვთქვათ. რაღაც პირადი პრობლემები, თუნდაც ანუ არა პრობლემები, გადახულობით, რა დავალებები. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს რა, რომ ის გამული ჯაჭვი რაც უნდა ყოფილიყო, როგორ აღადგინოს, როგორ გაალბას ისე არ ვიცი, სწორად როგორ ხო, ამას როგორც წესი ჩვენ ფსიქოთერაპიაში ვაკეთებთ ხოლმე, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია ასეთ დროს ამ გაწყვეტილი ჯაჭვის აღდგენა, იმიტომ რომ ამ სიტუაციაში ორივე მხარეს ხართ ჯერ მშობელსაც და ბავშვსაც, იმიტომ რომ ერთმანეთს იმდენად არ ხედავენ და იმდენად შემოსულია ხოლმე ეკრანთან ურთიერთობის ამბავი მათ კონტაქტში რაღაცა ნეგატიური ფორმით, რომ გარედან შემოხედვა სიტუაციისათვის მშობელს ძალიან უჭირს. იმიტომ რომ ის ემოციურად რეაგირებს ამაზე, ალბათ შეიძლება იცის კიდეც, რომ რაღაცები მისი ბრალია, რაღაცეებში შეცდომები დაუშვა და ამასთან მშობელსაც უჭირს გაჩერება. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ იქვა უნდა დაისვას პირველ რიგში დასვენის გაწყვეტილება, რომ რა მოხდა აქ. რა ხდება ჩემსა და ჩემს შვილს შორის და რის გამო არის მიზეზები მოგივიძიოთ, ხო? თუ კი ეს თქვა დამოუკიდებლად გაჭირდება, შეიძლება სპეციალისტი ჩაერთოს, გააჩნია რა ტიპის დამოუკიდებლობა არის, ხო? ეხლა თუ ამას ახავს წევით სირთულე და ეს არის დამოუკიდებლობებზე ანალიზის რაღაც ცოტა პოლუცაკ სპეციალისტი ჩართვა აუცილებელია, იმიტომ რომ ბავშვთან ქცევის კორექცია დაიწყოს და მეორე მხრივ მშობელი გაძლიერდეს და უფრო ეფექტური იყოს ამაზე მუშაობა. ესე ერთჯერადად და ერთ დღესაც გაქენდა და ბავშვი ისოში აღარ ჩავიდა და გაჭესთან ეს ისე არ ხდება. ეს მთელი დინამიკაა პროცესის, ხო? მოტივი რატომ მიება ეკრანს ესე და მოტივი რატომ გაწყვიტა მეგობრებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ბავშვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნილება უსაფრთხოებასთან ერთად არის დადასტურება იმისა, რომ კომპეტენტურია. დადასტურება იმისა, რომ საკმარისია და როდესაც ის აი ამ თავის საკმარისობებთან გარემოსგან დადასტურებას ვერ იღებს, მაგრამ სამაგიეროდ ეკრანში თამაშში, სადაც იდეალური შედეგებია, იქ აი ამ გამარჯვებულობის კომპეტენტურობის გაცდა მეტად არ ბუნებრივი არ წავა ეზოში, სადაც თქვათ თამაშობენ თამაშობენ მეგობრები, ხო? უფრო სხვა ტიპის სირთულეებთან ჩავდივართ. ეს შეფასების იგივე ემოციური კონტაქტის მშობლებთან ნაწილი შეიძლება იყოს და უფრო ღრმავ მუშაობას მოიცავს. ჩვენ სხვადასხვა საერთოდ მაგალითი ვინახოთ, ესე როდესაც მშობელს თუნდაც ეს გაუთიშოს თამაში ან რაღაც მობილური ტელეფონი წავთმევია, ძალიან აი სტერილ მდგომარეობაში ვარდებიან ბავშვები, ან რაღაცა აი ძალიან ესე ვთქვათ, ქცევითი მიმართულებითაც ძალიან ცუდი ქცევები აქვთ ხო. მე მინდა ესეთ რაღაც რომ ვკითხო, თუ იწვევს მსგავსი ტიპის დამოკიდებულება აუტიზმის განვითარებას. ხშირად ისმევა ხოლმე მსგავსი კითხვები და აინტერესებთ. იცით რა არის ეს რომ გაჯეტი აუტიზმის განვითარებას იწვევს არ არის სწორი მსჯელობა. ეკრანი პირველი რას ერთმანეთსაც აყენებს ხოლმე, სასანთრეული ისეთ ჩათვით მოდის ბავშვთან. ბავშვის ცხოვრებაში არის რომ პირველი რასაც ძალიან მოხამს არის მიყოლების სფერო. იმიტომ რომ ბავშვს აღარ უწევს მცდელობა და მოტივი აღარ აქვს. მინიმუმ იმისა რომ მოთხოვნილებისთვის ვიღაცას მიმართოს, ხო? იმიტომ რომ ეკრანი პირდაპირ მზა ფრაზებს, მზა ტექსტებს და თით კონტაქტზე გადადის და შეთავაზეთ ფუნქცია და ყველაზე ესეთი აქტიური ფაზა, როდესაც მან მოთხოვნა ჩამოიყალიბოს და აქ მე გვაქვს ჩვენ ეკრანი, უბრალოდ ფერხდება მიყოლების ნაწილი და თუ კი ბავშვის ფსიქიკურ წყობაში, გენეტიკურ ნაწილში, ამ ნაწილში გვაქვს რაიმე ტიპის სისუსტე სირთულე, პირდაპირ აპროვოცირებს ხოლმე ეკრანი ამას. ან განწყობილება, როცა არის ამ ნაწილთან მიმართებით, ეკრანი აუცილებლად აპროვოცირებს ამას. ამიტომ ანუ თუ სწორად გავიგე, ესე იგი მეტყველების ესე ვთქვათ, არ მეტყველება ეს კი, ხშირად იწვევს აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ძალიან ბევრი ამბავი მისმის და ეს პროცესი შემოგვიდგა, რომ გაჩერებულა მეტყველება და რომ ეს არის იქ დიდი დოზით ეკრანი. ან დიდი დოზის არ არის, მაგრამ არის.
და ყოველთვის ესეთი მკაცრი რეკომენდაცია არის, რომ საერთოდ უნდა ამომიღოთ ეს ცხოვრებიდან, რომ მოტივი გაჩნდეს, მან კონტაქტი განაახლოს გადასახაროსთან იმისათვის, რომ წამოვიდეს მეტყველება. გასაგებია. ნატო ესეთი შეკითხვა მაქვს. აი, რო არ მივიდეთ პირობითად ამ ეტაპამდე, ამ რთულ გზამდე რო არ მივიდეთ, მშობელმა საწყის ეტაპს, აი, როგორი ტიპის ვიდეოები უნდა აჩვენოს თუნდაც ბავშვს, ეს უნდა იყოს საგანმანათლებლო მულტფილმები, რა უფრო სასურველი არის, აი, რითი დაიწყოს მშობელმა ესე? იცით რა არის პირველი ალბათ ყველაზე საფრთხო რაც შეიძლება შინგაერით უსაფრთხო შეიძლება იყოს ტელევიზორის ეკრანი. იმიტომ რომ ის არის გაცილებით დიდი, არის შორს და ბავშვი სრულ დროობაში შეიძლება რომ არის. შეიძლება იმოძრაოს თან რაღაცა კეთოს, ხო? აქ შეიძლება იმის ბავშვის ინტერესებიდან უნდა მოვიდეთ, თქვათ რა ტიპის მულტფილმები აინტერესებს, ხო? ან მოსიჯოთ მაგალითად როგორი მეხმარები მოსწავლოს ცხოვრებზე, ადამიანებზე, პატარა ფიგურებზე. საწყის ეტაპისთვის მგონია რომ მნიშვნელოვანი არის შეირჩეს ისეთი მულტფილმები, რომელსაც აქვს შინაარსი. სადაც მეტყველება გამართულია და სადაც სიუჟეტის აღქმა ბავშვისას დაკავმდინარე ხელმისაწვდომია ბავშვისთვის. რომ რაღაცა კაფეოდ ჩანდეს პერსონაჟები, კაფეოდ ჩანდეს მათი სახასიათო მატერნები, იმისათვის რომ მინიმუმ გაირჩეოდეს ცხოველი, ანუ ძაღლი რო ძაღლს განდეს და რაღაცა ადამიანს, იმიტომ რომ ბავშვთან ინფორმაციაც შევიდეს და რაღაცნაირად მის განვითარების ნაწილზე, სახელდების ნაწილში მაგალითად ამასთან კონტაქტში მოვიდეს და ქონდეს ამაზე. რომ მივცეთ ესეთ რჩევის სახით, როგორ შევთავაზეთ ბავშვებთან მაგალითად გაჯეტების აკრძალვა. აი, როგორ შეიძლება აი ლამაზად და ის შევუფუთოთ ეს ყველაფერი, რომ ამას ძალიან დიდი პროტესტი არ მოხდეს. ხო, ეს ცოტა რთული ამბავია, ესე ვერანაირ კონკრეტულ ფრაზას, რომელიც შეიძლება ყველა ბავშვს მოარგოს, იმიტომ რომ პროტესტი აუცილებლად იქნება, განსაკუთრებით თუ ეს ჩვენ რაღაცნაირად უკვე ეკრანთან ჩამოყალიბებული ურთიერთობის შუაშია ბავშვი და ეხლა ხო და შემაჩარჩეთ და ბავშვებისთვის ისეთი ახალგაზრდა პროტესტი იწვევს. თუმცა გულწრფელი გაზიარება ამ ყველაფერთან მიმართებით და საკითხის შემოტანა ბავშვთან გაჩერება ფონდობის ასახს, ხო პატარებულაც არის უფრო მარტივია ამასთან მუშაობა, იმიტომ რომ მეტად შემიძლია მე მემანიპულირო, ხო და არ გამოვაჩინო მაგალითად ტელეფონი და შევთავაზო სხვა ტიპის თამაში და ის ამაში ავიყოლია და უფრო საინტერესო გავხდე მე იმასთან კომუნიკაციის დროს. ცოტა მიერებ რასაც შესაძლოა უკვე ბავშვი აქტიურ კონტაქტშია და თავის სურვილებსაც ავრენს და რაღაცნაირად პროტესტების გავლენაც შეუძლია, აქ აუცილებლად უნდა დავიწყოთ დიალოგი. უნდა განვიხილოთ მოცემულობა რაშიც არის ბავშვი, დედა იმა. აუცილებლად უნდა მოხდეს გაზიარება, რომ რა სირთულეს ხედავენ მშობლები და თვითონ რას გრძნობენ, როდესაც ხედავთ, რომ მათი შვილი ესე ჩართულია, ალბათ ეს ემოციური გაზიარება უნდა იყოს ძალიან მეგობრული და ხარდაჭერით თვითონით, არანაირად საქმედური შტომით. ხო, იმიტომ რომ მაგალითად მე ვღელავ იმაზე, რომ თან ძალიან დიდ დროს ატარებ, მე ვხედავ იმას, რომ შენ ძალიან გაღიზიანებული ხარ, ამ ტიპის დიალოგის რაღაცა წყობა უნდა ჰქონდეს, მოусმინოთ ბავშვს, მივცეთ სივრცე, იმის რომ გააპროტესტოს, სივრცე მივცეთ იმისთვის, რომ გაბრაზდეს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება, ასევე რომ აი ამ რთულ საკითხებთან ბავშვს გამოხდება მივცეთ როგორც გვარდებით. სად ვარ მაგალითად ხისტიდან მიდური, სად არის თვითონ, მაგრამ სად გვაქვს კომპრომისი და სად გვაქვს შეხვედრის მომენტი და შეგვიძლია ზუსტად იმიტომ რომ ეკრანი ძალიან რთული ამბავია იმ მხრივ რომ ნახოს არ ნახოს, პირიქით ეკრანი ვაქციოთ მოლაპარაკების ინსტრუმენტად, როგორ შეგვიძლია რთულ საკითხებს მაგალითად ჩვენ გავაკეთოთ. აი თუნდაც რადგან მოლაპარაკებაზე ვისაუბრეთ, მე მაქვს ესეთი შეკითხვა, თუ ხშირად იყენებენ ხოლმე, აი თუ გააკეთებ 1 საათი შეგიძლია გამოიყენო. ანუ რამდენად სწორი არის ეს რაღაცა გაკეთებული, რაღაცის რამდენად სწორი არის, აი რაღაცის გაკეთების მიზნი და ჯილდოდ იყოს ბაჯეტთან 1 საათიანი ან 2 საათიანი გამოყენების უფლება. ხო, რაღაცნაირად მან ცოტა სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს, იმიტომ რომ გრძელვადია პერსპექტივაში მინდათ იმას, რომ ბავშვი იწყებს მრეწველობას. და ისევ და ისევ იმიტომ რომ ეს არის ბავშვისა და მშობლის ურთიერთობას აზიარებს ისევ.
როცა ვსაუბრობდი იმაზე, რომ თავში რა უნდა გქონდეს შეთანხმება, ხო, ზუსტად თავში რა უნდა გამიფორისწინოთ ჩვენ ის რა პირობებით და რა მოცემულობით ვაჭრდილებას ეკრანს და ტელეფონს და ნებისმიერ კაბინეტს, ხო, იმიტომ რომ თუ კი ნახე ამას მე მოსყიდვის ფორმას, იმიტომ რომ ნახე ამას უკან მიკეთებ, 1 საათი გათამაშებ. აქეთ დაგვიბრუნებს ბავშვი ამას, თუ გინდა რომ არ გითამაშო, რაღაცა გამიკეთე მაგალითად, ხო და უბრალოდ ისე მშობელი შედის მე ჩიხში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენ როგორც ზრდასრულებმა ჩვენში გავაცნობიეროთ ჯერ მე რა ტიპის სუბილები მაქვს, რა რესურსი მაქვს, როდესაც ეკრანთან ვაქვს ჩვენ კონტაქტი, რომ როგორ შემიძლია მე ეს ამბავი ბავშვთან მოვაღვარ. ანუ პირველ რიგში პასუხისმგებლობა მოდის უფროსებზე, რა ფორმით თავაზობენ მას და ამ ფორმას კიდევ უკან რა შინაარსი ახლავს და რა წესები ახლავს. ეს სპონტანურად შემოცვალ მე ბავშვს შუაში რა მოცემულობები ბუნებრივად გამოიწვევს იმას, რომ აირება ქცევა, აირება შეთანხმება და ცუდი მოდელი ხდები ბავშვისთვის შეთანხმების ნაწილში. თქვენ აი როგორც პროფესიონალი თუ ურჩევთ რამე გადაცემას ან რამე აპლიკაციას ან რამე მსგავს მიმართულებით თუ გაქვთ რაღაცა რეკომენდაცია, რასაც ურჩევნით მშობლებს გამოიყენოთ თუნდაც საწყის ეტაპზე ან ერეც, რა ვიცი. ხო, ესე ვუთხრობ, რომ ვითხრათ, ეხლა უცებ ამ ფერმახსენდება გარდა იმისა, რომ ყოველ შემთხვევაში ყველა შემთხვევაში მეგონია, რომ უნდა მოვიდეთ ბავშვების ინტერესებთან. და ბავშვის ასაკიდან და უნდა მოვსიჯოთ რას, როგორ მიიღებს, როგორ მოეწონება, როგორ თუნდაც ნახეთ აი შევთავაზე მაგალითად რაღაც მულტფილმი, ხო? ან შეიძლება ის იყოს აუდიო ზღაპარი, ან შეიძლება იყოს პატეცინა მულტფილმი, სადაც რაღაც ზღაპარის გათამაშება არის, ხო? იმისათვის რომ მე ეს რესურსს ვაქციო, შემიძლია ამ მულტფილმის თუ რაღაც ვიდეოს ჩვენების მერე ჩვენ მას აიმსჯელოთ. და ეს უკვე მისი განვითარების ნაწილად ვაქციოთ, როგორ რესურსია. ოკი, ნახა ეს, მაგრამ თან ვერ ივაყოლე ამასთან ამაზე რაღაცა შეკითხვები, რაღაც რეფლექსია, რომ ეს მას გამოცდილებაში დარჩეს. და საინტერესო ისეთი აქტივობა შედგეს ბავშვთან კომუნიკაცია. ნატო, ბავშვები ჩვენ ადრეული ასაკიდან ბაძავენ. ყველა დღეში თითქმის. აი, რას ვასწავლით მათ, როდესაც თქვენ თვითონ ვართ ამოგილებული ესე ძალიან გაჯეთებზე. განსაკუთრებით მოგულ ტელეფონებზე. ხო, დამოკიდებულებას. იმას, რომ რაღაც არის აი ამ პატარა პასუხობილობაში უფრო საინტერესო ვიდრე გარეთ. ვიდრე ურთიერთობებია, ვიდრე რაღაცა ბუნება და ცოცხალი სამყაროა, ხო? ეს არის ის, რასაც ქცევის გადატანის ნაწილში ბავშვი პირდაპირ გვეუბნებს ხოლმე უკან. და ლოგიკურიც არის, ხო? მაგრამ ბავშვი ვთხოვოთ ის, რომ ვიცი, თვითონ აკონტროლოს დრო, როდესაც მასში ის კონტროლის მექანიზმები ჯერ ფიზიოლოგიურად ჩამოყალიბებული არ აქვს, ეს რთულია და ზუსტად ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი თუნდაც ამისყოთ რაღაცების გასწორება. ეხლა უცებ ერთ-ერთი მშობლის უკავშირი გამახსენდა, რომ ჩემი შვილთან კონტაქტით მე უკეთესი გავხდიო, უფრო რეჟიმში ვარ, უფრო გულახმარ ვაქცევ ჩემ მშობლებს, იგივე ტელეფონთან, იგივე დილითადრე ადგომის ნაწილში, ყობის ნაწილში და ეს ისეთი საინტერესო გაზიარება იყო ჩემთვის, რომ რაღაცა ძალიან ისე ჰარმონიულად დავინახე, როგორია დედის კონტაქტი ბავშვთან, როგორ არსებენ ისინი ერთმანეთს იმდენ წილში, რომ ერთი მხრივ დედას ზრუნავს ბავშვის განვითარებაზე და მეორე მხრივ ბავშვი როგორ ანახებს დედას თავის რაღაცნაირ მოცემულობას, რომ ცდილობს ის ამით რაღაც შეცვალოს, ხო? ისე ამისად, როცა ჩვენ ვიწყებთ ბავშვისკენ კითებას, რომ რაღაც შენ ამას არასდროს აკეთებ, ჩვენ თავთან უნდა დავსვაკითხვა, რომ აქ რა ხდება, მე როგორ ვარ ამასთან, მე რას ვაკეთებ, ან სად რა გამომრჩა, რა გამოვტოვე და მე გავიდე მის კომუნიკაციაზე. მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ამ დროს ნაკლებად გვეკარგება ბავშვი ჩვენი ემოციებიდან. იმიტომ რომ როდესაც მუდმივად მასზე გვაქვს პრეტენზია და მასთან გვაქვს რაღაც შენიშვნები, უბრალოდ აღარ უნდა მას ჩვენთან კონტაქტი. იმიტომ რომ თავი მოხმარება იყოს ემოციურად უსაფრთხოდ ჩემთან და იყოს დანახული ჩემთან, როგორც მნიშვნელოვანი ადამიანი, ხო ეს აღარ არის. და ზუსტად აქ მე გვერდით არის ზუსტად ეკრანი, სადაც ძალიან კარგად გამოდის თამაში, სადაც იქ შეიძლება ვიგობრებთან უფრო მეტად აღიარებულად გრძნობდეს თავს და ესეთი რაღაცა წვეტები შემოდის ხოლმე.
კომუნიკაციებში. ბავშვები ხშირ შემთხვევაში, როდესაც ეს არიან ჩართულები гаджеტებში, კომპიუტერებში, ნებისმიერ მიმართულებით, მშობელი ხშირად ფიქრობს რა, რომ ამ პრობლემას გადაჭრის თუ ბავშვს ძალიან ჩართავს ხოლმე რაღაც სპორტულ აქტივობაში. მე მქონია ხოლმე შემთხვევა, რომ როდესაც ბავშვი რადგან ძალიან დამოკიდებული იყო ამ гаджеტების მიმართულებით, მშობელმა გადაწყვიტა, რომ ცურვაზე შეეყვანა, ვარიანტი პარალელურად ფეხბურთზე დაყავდა და რაღაცა. თუ არის მიზანშეწონილი ასეთი დატვირთვა იმისათვის, რომ ბავშვი არ იცდეს თელიქვე гаджеტებთან. ხო, მნიშვნელოვანი შეკითხვა, იმიტომ რომ ნახიჯარი აქაც მნიშვნელოვანი არის, როცა ბავშვთან მიმართებით ჩვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ვიღებთ, განმოვარდოთ რატომ ამ გადაწყვეტილებას, მოტივირა მაქვს, რა ჩანს ჩემთვის ამ სიტუაციაში და რატო თავაზობ ამას, ხო? ეს ამ იყოს თავსმოყრილია. თუ კი ბავშვს უნდა ძალიან, კი ბატონო და მის ინტერესებს პირველ მაგას ვეიქთ რაჯობია. მაგრამ ხეთ მან კიდე მეორე ამბავია. რაღაც აქტივობების დატვირთვა შეიძლება სხვათა იყოს სასარგებლო, ინტერესებში რომ ბავშვს კონტაქტში მე ვჭირდებოდა. თუ ამას საჩემოვიდათ, ხო? ნახეთ, მე მგონია რომ რაღაც ნაწილში მნიშვნელოვანი არის მშობელმა დასვას კითხვა, რომელი ურთიერთობა მაქვს მე ჩემს შვილთან. მაქვს მასთან გატარებული სასიამოვნო მომენტები. და ბავშვის თვალიდან შემოხედოს ამ ურთიერთობას, რომ აი ჩემი შვილი რა სიტყვა ჩემთან რომელი მომენტები აქვს სასიამოვნო, რომელსაც გაიხსენებს, რომელსაც რაღაც სტრესულ სიტუაციაში მიუბრუნდება და ხაურ განცდებს და ემოციებს გაიხსენებს, ხო? გონია რომ ამ აქტივობებით კი ბატონო, გვერდით ესიც უნდა იყოს, რომ მე გადავხედო მასთან ურთიერთობას და ეკრანთან ურთიერთობა ჩემი შემიცვალო. იმიტომ რომ დღევანდელ ბავშვებს ძალიან აკლიათ მშობლებთან ურთიერთობა და კონტაქტი. ძალიან აკლიათ მათგან ემოციური გაზიარება, ემოციური მხარდაჭერა, რატო გვაქვს ამერი სიჩქარე ბავშვებთან ემოციური რეგულაციული და ქცევითი კუთხით ხალხად, ამიტომ რომ მათთან ესეთი კონტაქტი არავის არ აქვს ემოციური დონეზე არ იციან. საკუთარი თავის შესახებ, საკუთარი ემოციების შესახებ და მნიშვნელოვანი რა არის აქ ნახეთ, რომ თუ ბავშვს არ მიიცემს სიფრთხილეს იმისათვის, რომ მარტო იყოს თავის თავთან რაღაც მომენტში და იყოს თავის თავთან მოსაინი. ესეც ერთ-ერთი ძალიან არასასიამოვნო მომენტია, იმიტომ რომ ბავშვმა არ იცის რა უნდა გავაკეთოს მაშინ, როცა მარტოა თავის თავთან. არ იცის რა ხდება მაშინ, როცა მოწყენილია. იწყება განგაში და იწყებს აი ამ განცდი სიცარიელის, რასაც მოწყენილობა ქვია, ამოვსებას რაღაცით. შეიძლება იყოს, შეიძლება ეკრანი იყოს, საუკეთესო საშუალება, ან აქეთ მშობელი ცდილობდეს, რომ აი ეს მარტო ყოფნა ამოუსოს. ჩვენი რაღაცნაირად ესე მოხდა, რომ იმდენად გადართულები ვართ ბავშვის სოციალიზაციაზე, რომ აი ეს ნაწილი, რომ ბავშვმა თავის თავთან კონტაქტი და თავის თავთან მარტო დაყოვნება უნდა შეძლოს, ეს თითქოს საერთოდ აღარ არის. იმიტომ თერაპიაში მოსულ ბავშვებს ძალიან უჭირთ შეგრძნებებზე ორიენტირება. ანუ არავის მაგალითად გაუჭირდებათ გაიხსენონ, ხშირ შემთხვევაში უჭირთ ხოლმე გაიხსენონ მაგალითად საყვარელი სურვილი. ის რისი დანახაობა სწორ რისი რომელი ხმის გაგონება მოსწონთ, ან არ აქვს ეს ინფორმაცია, ხოცებულები შემოუხედავენ ხოლმე რაღაც ამბობს ეს. და ჩემთვის ეს ძალიან უცნაური ამბობს, რომ მე ეს გამოცდილებები მაქვს, იმიტომ რომ მე ბავშვების ასაკში ძალიან ახლო კონტაქტი მქონდა სოფელთან ბუნებასთან და ძალიან ცოცხალია ჩემში ეს ამბები. და ძალიან ხშირად ვიყავი გიქცევთ მარტო და უამრავი შემოქმედებითი პროცესი იყო ჩემთვის. და პარალელურ რეჟიმში აფხილდა უმეტესობა ბავშვებს ეს გამოცდილება არ აქვს. არ იციან მოწყენილობაში გარდაიქმნან შემოქმედებითი ადამიანებად. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია და ყოველდღიური მისაღწევია, იმიტომ რომ პირდაპირ მასშია ზრდასრულ ასაკში, როგორ ხობენ ისინი საკუთარ თავს, როგორ გრძნობენ საკუთარ თავს, როგორ ურთიერთობაში არიან საკუთარ თავთან და რამდენად შეუძლიათ გაძევოთ თავიანთ თვითონ მარტო, იმიტომ ეს ზრდასრული ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ეტაპი და ნაწილია, რომ მან ჩვენ ზრდასრულებმა უნდა ვიცოდეთ და შეგვეძლოს მარტო განჩერება საკუთარ თავთან, სიჩუმეში, როცა ემოცია იქნება იბუკლე.
იმ კონკრეტული მოდიდის წილი. შენ საუბრიან გამომდინარე, აუცილებელიც კი არის, კვირაში ერთი დღე მაინც სადმე ბუნებაში გავიდეთ, რაღაცა ვითამაშოთ, გავართოთ ეს ბავშვები, ვასწავლოთ, ესე ვთქვათ, როგორ შეიძლება იყოს ოჯახი ერთად, იყოს ბუნებაში, ითამაშოს და ასე შემდეგ. ხო, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ისეთი ცოცხალი გამოცდილება, რომელიც მოიცავს ბავშვის საჭიროების ყველა სფეროს, დაწყებული კოგნიტიური ფუნქციებიდან დასრულებული ემოციურ-ნევროლოგიის სფეროთი, რომ როდესაც ჩვენ მასთან ერთად გავდივართ ბუნებაში, ის მხედავს, როგორ ვარდი, როგორ თამაშობ, როგორ ამ თამაშებში როგორ ვხვდები მაგალითად მარცხს, ან როგორ გავხატავ ემოციას, ხო, ან რა ვიცი, თხოვა ან რაღაც აქტივობას თავაზობ, რომ მაგალითად იმ კონკრეტულ ბუნებრივ გარემოში დააკვირდეს რაღაც მცენარეებს, ფოთლებს, მწერებს, უამრავი პატარა ყურადღების ნაწილზე შეუძლია ხო რამდენი ხანი გაძლებს, რომ მაგალითად თავს ბალახში ფუთიქია ჭრელა იპოვოს მაგალითად ხო და დააკვირდეს და შეიგრძნოს ის, რომ ის გარშემო რაღაცა ძალიან ბევრია, რაც ცოცხალია. და ის ძალიან დიდი დანაკლისია ბავშვებისთვის სამწუხაროდ. ძალიან მაინტერესებს შენი აზრი ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება დადებითად იმოქმედოს ცხოველის ყოლა ბავშვთან ამ პერიოდის განმავლობაში. თუ არის სასურველი მშობელმა მოუყვანოს ბავშვს ცხოველი, აი ნებისმიერ ცხოველი, აი რაღაც კატა, ძაღლი, იხვი, ჩუკი, რავი, აი ნებისმიერი რაღაცა, რომ აი პირობითად ბავშვმა ყურადღება გადაიტანოს ამ მიმართულებით. რომ რაღაცა თითქოს მარტო არის, აი როგორც აღნიშნეთ, აი მეტყველებას ამ პროგრამები ეხება, ხო, თუნდაც იმას მაინც რო ისაუბროს. რამდენად მისაღებია და კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა. გადაწყვეტილება ნამდვილად გადასარევია, უბრალოდ უნდა ამოვიდეთ ბავშვის აი, გოდიში, რას ასწავლეს ბავშვს ეს? ხო, ნახე, თუ ბავშვს არ აქვს რაიმე ტიპის ალერგიული ბრძენი ან გამიწევს რამაც შეიძლება ცხოველის მოყვანა მასში გავწვას, იქ ძალიან კარგია. იმიტომ რომ ცხოველთან კონტაქტი ეს არის შეფერეთ საკუთარი თავის იმ ნაწილთან კონტაქტი, რომელსაც ეს ცხოველი აგონებს. აქ შემოდის ემპათიის ნაწილი, სრულის ნაწილი, პასუხის მიღების ნაწილი, მაგალითად იმაში, რომ როცა მოვიყვან პატარალებს სახლში, ჩემ შვილს დავავალო ის, რომ ყოველდღე უბრალოდ შეამოწმოს წყალი უსრია თუ არა. ამით ვაგრძნობინებ და ვაჩვენებ მე იმას, რომ მას ვინც ყავს სახლში, იმას ეს უნავს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ბავშვი ემპათიის გაზრდისათვის, ემოციური ინტელექტის დამუშავებისათვის და განვითარებისთვის. ის არის ცოცხალი, აი თუნდაც როცა თამაშობ ერთხელ შეიძლება რაღაცა ძაღლმა კინოს რაღაც ამ დროს ბრაზი გამოხატოს, ძალიან აქტიურად, ან პირიქით თვითონ თუ ატკენს და დაინახავს, რომ ძაღლმა რაღაცა შიში გამოხატა, ან შეიკუმშა, ან დაიწყნაულა, ხო, რაღაცნაირად ეს ანახებს, რომ სადაც არის ზღვარი, რომ სხვას არ ატკინოს. და უფრო მეტად დაკვირვებული ხდება კონტაქტის ნაწილში და მე მაგალითად ესეც მახსოვს, როგორ უფრო თვითშეფასება მომყარდა ბავშვს სახლში ცხოველი უყვანს. იმიტომ რომ ეს იყო ერთადერთი არსება, რომელთანაც ზუსტად ისეთი იყო, როგორიც თვითონ გრძელდა თავს, იმიტომ რომ ცხოველი ჩვენთან დაგვეთა არ აქვს, ხო? ის გვიღებს ისეთ, როგორიც ვართ, ანუ მისი ბავშვის სახლში შესვლა და თქვათ ლეკვის გამოქცევა სიხანით, ის ბავშვს აღხდომინებს, რომ მე რომ მოვარე, ესე იგი მე ვარ მისთვის და მე საყვარელი და მნიშვნელოვანი და ამის განცდა რაც მეტად ხშირია ბავშვთან მით მეტად ის გრძნობს თავს და იმას რომ სამყაროს ის უყვარს. Então, takie karki tam zdjęła swoich słów. ძალიან საინტერესო იყო. მოდი, აი გადაცემის ბოლოს მინდა რომ რაღაცა ის შეჯამებასავით გავაკეთოთ და რაღაც რჩევასავით გააკეთო, რას ურჩევდი, თუნდაც აი დამოკიდებულების დროს, თუნდაც აი დროის მენეჯმენტის დროს, ისეთ მშობელს, ვისაც აი ბავშვი პირობითად არ უნდა შეაჩვენოს, ხაჭა თუ შეჩვეულიყავს, როგორ მოიქცეს, პატარა შეჯამებასავით რომ რჩევა. ხო, კი ბატონო. რაღაცნაირად ალბათ პირველი ის არის მნიშვნელოვანი, რაც თავში თქვით, რომ ბავშვის გაჩენისთანავე მშობლები უნდა აცნობიერებდნენ პასუხისმგებლობებს მასთან და რესურსები უნდა გადაიხადოს ორივე მშობლისგან, რომ რა რესურსი აქვს მას ბავშვთან საურთიერთოდ და ამ რესურსიდან გამომდინარე
როგორ გრძნობეთავს, როგორ არის ემოციურად ბავშვთან კონტაქტში, რას თავაზობენ ბავშვს და რამდენად შეუძლიათ გაჩერდნენ ბავშვის სრთულემოციებთან და ამის გარედან რეგულაციაში მიხმარო, იმიტომ რომ ბავშვს არ აქვს რესურსი თავისით მოაგვაროს ეს რთული პროცესები, ხო? ჩვენ გარედან უნდა შევთავაზოთ მას მხარდაჭერა და სახელდება გასავალ საფრთხე განცდების ხო? აი, როცა ამ ნაწილს გაცნობიერებს მშობელი, მგონია რომ ნაკლებად გამოჩნდება მოტივი და სურვილი იმისა, რომ ანერვიულებული გაბრაზებული ბავშვი ეკრანთან გადასვლას, იმიტომ რომ ეკრანი არ არის ემოციური რეგულაციის ნაწილში ჩართული, ის უბრალოდ აჩერებს და ბავშვიც ამ გაჩერებასთან არის და ეს რაღაცა განსხვავებული ემოციები, რომელიც როგორც შევდება ეკრანი, სხვაგან შეიძლება გამომდეს ძალიან დიდი ინტენსივობით, ხო? ამიტომ აქ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ეხლა თუ უკვე ბავშვთან არის ჩართული ეკრანი და ასეთი სირთულეებია, უნდა გადაიხედოს ეს რა ხდება ოჯახურ სისტემაში, რა ზიანს აურებს ბავშვი ამაში, რატომ არის მისთვის ესეთი აქტიური და ცდილობები წამოვიდეს, რომ დავიწყოთ თინოლოგი ბავშვთან. ჩემი ემოციების გაზიარება მნიშვნელოვანია, რომ დავანახო, რომ შენ მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის და ამიტომ მინდა რომ მეტად ჩემთან კომუნიკაციაში იყო. ოღონდ აქ მნიშვნელოვანია, რომ მე უნდა შევთავაზო მას რაღაც. თუ მე არ ვთავაზობ და უბრალოდ ვეუბნები, ხა გადადე ტელეფონი და რამე სხვა რა, ანუ მაშინ ალტერნატივა უნდა შევთავაზო, ხო? და ეხლა თუკი ძალიან ისეთი გართულებულია და ქცევის სირთულეები გვაქვს სადისი ჯანმრთელობის ყველა წევრი ძალიან ძაფრენია, კიდევ აუცილებელია უნდა ჩაერთოს ამაში სპეციალისტი და განისაზღვროს ან შეიძლება ფსიქიატრის სამუშაოც იყოს, მიზიდთერაპია თავისთავად ქცევა, ისე მისთვის რომ გაძლიერდეს მშობელი, გადახედოს მთელი დაინდას სისტემა იქ რა ხდება როგორ არის და ბავშვს შევთავაზოთ ადეკვატური მექანიზმი იმისა, რომ დაინტერესდეს გარემოთი. გაგარეთაც გამოიხედოს. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედი ბავშვის სტუმარი. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორი არის ავენტი, ნომერ პირველი ეზოტოპების smart ტექნოლოგიების ბრენდი. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, დედები, დალაიქეთ და ვიწერეთ კომენტარები და მოიგეთ საჩუქრები ამისგან.